სიამაყეში მყოფ ადამიანს განეშორება მისი მფარველი, აღარ მახსოვს თქვი თუ არა, დაბალცნობიერების გარეშე ადამიანი წმინდა ლოცვას ვერ შეძლებს ღვთის წინაშე, იმიტომ რომ ლოცვა მხოლოდ თავდაბლობით გაჟღენთილი გულიდან ამოდის. და მე აგრძელებს ისააკასური, რომ სიამაყეში მყოფ ადამიანს განეშორება მისი მფარველი ანგელოზი. წარმოგიდგენიათ, ახლა ამ ცხოვრებაში ისეთი ამდენი პრობლემაა და კიდე მფარველი ანგელოზი რო გაგეშორება. ხო ხვდებით? ვერ ჩერდება მფარველი ანგელოზი. აი როგორც დემონი ვერ ჩერდება თავდაბლობასთან, როგორც აი ბუზი ვერ დააჯდება გავარვარებულ ცხელ რკინას. ისე ანგელოზი ვერ ჩერდება სიამაყესთან, სიამაყის აი აბსოლუტურ ყინულ სიცივესთან და ყინულზე ვერ ჩერდება და გადის. ამიტომ სიამაყეში მყოფ ადამიანს განეშორება მისი მფარველი ანგელოზი, რომელიც ადამიანთან ახლოს მყოფი, მასზედ მზრუნველი და მასში სამართლიანობის აღმძვრელი, ანუ მის სინდის ეხმარება, ღვთისგან დადგენილი გონიერი არსებაა. და როდესაც ადამიანი შეურაცხყოფს ღვთის განგებულებით მასთან მყოფ საკუთარ მფარველ ანგელოზს შეურაცხყოფს სიამაყით, მაშინ ეს უკანასკნელი მას განეშორება და სამაგიეროდ სხვა უცხო, ანუ ეშმაკი უახლოვდება, რის შედეგადაც მასში სამართლიანობისათვის ზრუნვის სურვილიც კი აღარ არჩება. ადამიანში აღარ რჩება, რომ იზრუნოს ამისათვის. აი ესეთი განსაცდელი მოდის იმ ადამიანთან, რომელიც თავდაბლობაში არ გაიწთუნება, შინაგანი კომპრომისების გზით გავრბის ნებისმიერ განსაცდელს, რომელსაც იგი თავდაბლობის ღირსებაში უნდა შეეყვანა და სამაგიეროდ იგი რჩება სიამაყესგან განუკურნებელი და საბოლოო ჯამში განშორებული როგორც მფარველი ანგელოზისგან, ისე მადლისაგან ხდება დაცლილი.